გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show ეთოქსზე. იცით მაზაკვალი რას ნიშნავს? მზაკვარ. ეშმაკ ადამიანს. და იცით ვის აქვს ეს კლიჩკა? კი. გიორგი გახარიას. რატომ გამახსენდა? გუშინი ხომ არ გაილახა შემთხვევით. ვიცანი? შენდა ფაგო. შენ მე ხალი როგორ დამატკიჩე? ხალი როგორ დამატკიჩე? შენ როგორ ვირჩი ხარ არის? ძალადობაზე აღშფოთდით? ეს უკაცრავად შემახსენეთ ის ხალხი ხომ არ ხართ მოლოტოვებს რომ ისროდით, პოლიციელებს რომ წვავდით, უბრალო გამრველებს რომ აბულინგებით და მერე თავს ესხმოდით. ვიდეოებს რომ უღებთ და აგინებთ ხალხს და რომ იმუქრებით ყველა ქოც შეაფურთხეთო. ფურთხზე გამახსენდა. თან ქოცებს ჩაუფურთხეთ საჭმელშიო. ეგ ხალხი წუხთ გახარიას ცემაზე, თან რომელმაც თვითონ დაიწყო ჩხუბი? მე არ მინდა მოწოდებად ჩამეთვალოს, მაგრამ ხალხი ზღვარზეა. და ძალიან ფრთხილად იყავით. მაზაკვალ გახარიას, რომელიც დიტო სამხარაძეს დაესხა თავს და თან საკადრისი პასუხიც მიიღო, პირველებმა ვინ დაუჭირეს მხარი აბა თუ მიხვდებით? რა თქმა უნდა ნაცებმა. ჯერ მელია გამოხტა, რომლის არ დაჭერის გამო გადადგა მოღალატე გახარია და მხარდაჭერა გამოუცხადა მისგან ერთ დროს თვალთხარიად წოდებულ სისხლიან მინისტრს. შემდეგ გიგი უგულავა გამოგორდა და მანაც სულ რაღაც 3 წლის წინ რეჟიმის მსახურს, გიორგი რუსს და ბავშვების თვალების დამთხრელს ეძახდა, აგრეთვე მხარდაჭერა გამოუცხადა ბატონ მაზაკვალს. ამით კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ერთი კუტოკია და გახარია არაფრით განსხვავდება თავისი ნაცი მეგობრებისგან. დღეს თბილისის მასშტაბით რამდენიმე კომპანია გაიფიცა 3 საათით. ამ კომპანიების ჩამონათვალში შეგხვდებათ ტრიკო, ვენტილატორი, ფუსფუსი, ფრინავი მღებავი, ვარდისფერი მაიმუნი და ასე შემდეგ. ამ უდიდესი კონგლომერატების გაფიცვა საზარელი შედეგი მოჰყვა. გადაიკეტა არც ერთი ქუჩა. დოლიძის ქუჩაზე შეკრებილმა თითო ოროლა ნაცმა, სადა ქუჩის ძალით გადაკეტვა. რაზეც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სუბუქად რომ თქვათ, ხელი შეუშალეს. რეალურად კი გაწუყნეს. ასევე შეიმჩნეოდა მათი აქტივისტების კარუსელი სხვადასხვა დიდი კომპანიების ფილიალებთან. თითქოს ნიკორას, ვისოლის, დანკინის და ასე შემდეგ თანამშრომლები სრულიად გაიფიცნენ. ამ ევროპული სტილის გაფიცვას, რომელიც ევროპული მომავლისათვის იფუთება, შემოუერთა სააფთიაქო ქსელი PSP. რომლის მფლობელიც არის ნაცი კახა ოქრიაშვილი. კაცი, რომელიც საკუთარი პირით აღიარებს, რომ წამლებზე 100%-იან ფასნამაც ადებს იმისათვის, რომ ფინანსური მოგება ნახოს. ყო საშუალება, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი დაგედოთ მედიკამენტებს და მიუხედავად ამისა მაინც დიდი ფასნამატი იყო, დიახ. ადებდით ამ ფასნამატს. კი, ვადებდით. რამდენი პროცენტი იყო მაქსიმუმი? ნუ ალბათ სულ თავიდან ალბათ 1/1-იც. ხო. 100%. იმის გამო რომ საკმაოდ მაღალი ფასები გაქვთ მედიკამენტებზე. ეხლა ამ ამბავს რომ მოისმენენ, აი როგორ ფიქრობთ, რას იფიქრებენ? ნაკლებად მაინტერესებს და არც მინდა რომ ამაზე ვისაუბრო. ანუ ყველაზე არაევროპული წესითაა გამდიდრებული და ასევე აგრძელებს ფულის შოვნას სხვისი ჯანმრთელობისათვის საჭირო და გადაუდებელ მედიკამენტებზე ფასების აწევის ხარჯზე. აი ასეთი ხალხი და ბიზნესები დგანან ამ ვითომ ევროპულ აქციებზე და გაფიცვებზე. ნაცები და ქართველი ლიბერალები, რომლებიც აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და წვავდნენ პარლამენტს, ბოლოს დანებდნენ და მივიდნენ იქამდე, რომ აწარმოეს კამპანია სახელწოდებით ჩაუფურთხე ქოც საჭმელშიო. რას ნიშნავს ეს? ანუ სერვისის სფეროში დასაქმებულ ხალხს მიმტანებს, მზარეულებს მოუწოდებენ, რომ ქოცებს ჩაუფურთხონ საჭმელში. პროტესტის ეს ამაზრზენი ფორმა კარგად მიესადაგება ამ მოძრაობის სულს. კონსტიტუციას და ეგზისტენციას. ალბათ მათი ჯგუფიდან ყველაზე კრეატიულმა წინადღით უყურა მებრძოლთა კლუბს და რასაკვირველია ფილმი საზრისის საპირისპიროდ გაიგო. ტექსტიდან შინაარსის გამოტანა ხომ არასოდეს ყოფილა მათი ძლიერი მხარე. ეს აქციებიც მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ არანაირ შინაარსს არ ატარებს და მხოლოდ პრიმიტიული ლოზუნგების და აღტკინების ამარაა დარჩენილი. მეტი არც გეკუთვნით. ეგაა თქვენი არსებობა. ჩუმად უფურთხოთ ხალხს. საზოგადოებრივი ნეშომპალა ვინც ეს მოიფიქრა და სიმსივნე, რომელიც უკვე ძალიან მალე ამოიკვეთება. დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას, კვლავ ეთოქსზე.